დილა მშვიდობის გოგოებო როგორ ხართ? მე მგონი რომ გვიშველა და ამბები გამოვიდა, რა ვიცი, დღეს ჯერ არის 8 საათი და უკვე მზიანათებს და თბილა. იმედი მაქვს რომ დათბება. ფიქრობდი რომ დღეს უნდა დამესვენა და არ უნდა გადამეღო ვიდეო, მაგრამ გულმა მითხრა დილით რო ავდექი მიადრე ვდგები, იმიტომ რომ ძალიან კარგად მოვაწესრიგე ძილი, ადრე ვიძინებ და დილით 7 საათზე გამოვიძე. ხო და გულმა მითხრა რომ ჟანა დასვენება არ გინდა. გუშინ ერთი საღამოს ვიდეო გამოვტოვე, იმიტომ რომ საღამოთი უფრო ვიღლები ხოლმე მთელი დღის განმავლობაში იქ საჭმელი, იქ ის, იქ ეს, ზოგჯერ გუშინ ჩემ ძალიან ძვირფას ადამიანს ველაპარაკე მესიჯებით, მაგრამ დიდი ხანი გაგვიგრძელდა და ზოგჯერ ხოლმე საღამოთი უკვე გრძნობ, რომ თითქოს უნდა რაღაცნაირად დავისვენო და ვიფიქრე, რომ ხვალას არ გადავიღებ ვიდეოს, მაგრამ დღეს რო გათენდა გულმა მითხრა, რომ შენ ეს გავცებ ჟანა და მეტი დასვენება არ ჭირდება. და მოვედი და სასწრაფოდ ჩავხდი კამერა, მოვწესრიგდი რა თქმა უნდა, თავიც დავიბანე. ყავა მინდა ახლა მე, აქ დამრჩენია ერთი ცალი პატარა შოკოლადი. ეს ნახეთ აქ დავკიდე და ისეთი კარგი სუნია, გოგოებო, რამის ვიყიდო. აქ ჩამოსაკიდათ, ახალი. რამის კი არა, უნდა ვიყიდო, ძალიან მოწონს. ყავის სუნი აქ, ძალიან კარგი. გემრიელი ყავა რომ მოგინდება ეგეთი. ეს ახლა დავდგათ ყავა. დავლიოთ და მე მინდა რომ გადავიდი, არაფერი არ მაქვს. ეს აყიდელი მაქვს ყველაფერი, რა ვიცი, ხანდახან ერთიანად გამოიფრიკება ხოლმე სახლი და არაფერი აღარ არის. მიყვარხართ ძალიან და არ ვიცი, ძალიან მავსებთ გოგოებო, თქვენოთ ვერ უძლებ. მე კიდე ერთხელ დავწუნდი, იმიტომ რომ გუშინ ვფიქრობდი, რომ შესაძლოა 2 დღეს დავისვენო და ვიდეო არ გადავიღო მეთქი, მაგრამ არა. რო გათენდა და ვიგრძენიე სიცოცხლე, რაღაცნაირად ვერ წარმომიდგენია ეს ყველაფერი ჩემი საქმის გარეშე. ის რაც მიყვარს. ანუ ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია სიცოცხლე. ესე გამოდის. ცხოვრება, სიცოცხლე კი არა, ცხოვრება. ამიტომ გისურვებთ ყველას, ჩემო სიხარულებო, რომ იპოვოთ თქვენი საყვარელი საქმე, არავის არ დაუჯეროთ. არავის არ მოგსმინოთ. შენ თუ ხარ უკვე სრულწლოვანი. გააკეთე ის, რაც გახარებს. გააკეთე ის, რასაც ბედნიერება მოაქვს შენთვის. რაც ბედნიერებას მოგიტანს. აუცილებლად. არავის არ მოусმინო. გააკეთე იმიტომ, რომ ერი არინანო. რატო არ გავაკეთე? იქნებ მართლა უკეთესად წამსვლო და ცხოვრება. შენ გულს მოусმინე და რასაც გეუბნება, ის გააკეთე. გულსა და გონებას ერთად. ზოგჯერ გული უდუახოა. და რასაც გული გვეუბნება, გონებაც უნდა ჩავთოთ, აუცილებლად გონებაც უნდა ჩავთოთ. ორივე
გოგოებო, იცით რაზე ვფიქრობდი? კაცი რასაც დათესავს იმას რომ იმკის მაგაზე. ეს არის უტყუარი. ღმერთო ჩემო, ეს არის სასწაული. რასაც თესავ, ის გიბრუნდება უკან. და ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდება. ჩემ თვალწინ ხედავ. ისტი არ მიხარია ადამიანს ცუდი რო უბრუნდება უკან. მე გამახარებს. მე ეს მასწავლის რომ ცუდი არ გავაკეთო, იმიტომ რომ უკან დამიბრუნდება. იმიტომ რომ ამ ყველაფერს ვხედავ ჩემი თვალით. ადამიანები ცხოვრობენ არ ვიცი უკუღმა, როგორ თქვა, არასწორად. ჯერ ხო ძალიან უჭირთ მადლობის გადახდა და ბოდიშის მოხდა და თუ იხდიან არასწორად, იმას კი არ უხდიან მადლობას, იმას კი არ მოუხდიან ბოდიშს, ვისაც უნდა მოუხადო. არ ვიცი, გაოცებული ვარ ზოგჯერ, გოგოებო, გაოცებული ვარ. არ ვიცი. მადლობასა და ბოდიშსაც კი არასწორად იხდიან. მადლობას იმას უხდიან, ვისაც საერთოდ არ უნდა მოუხადო, გადაუხადო. მადლიერება ვის მიმართაც უნდა გამოხატო, იმას არ უხდიან მადლობას. ვიღაცას გადაუხდიან მადლობას. ვინც საერთოდ სამადლობელი არაფერი გაუკეთა. არ ვიცი დაფიქრდით. მარტო მე მეჩვენება თუ მართლა ეგრეა. ბოდიშს იმას მოუხდიან ძალიან მარტივად, ადვილად. ვისთანაც ბოდიში საერთოდ არ აქვთ მოსახდელი და იმას არ მოუხდიან, ვისთანაც დააშოვეს. და მერე უკვით რატო არიან ცუდად. აი მაგიტო. ზუსტად. მაგიტო არიან ცუდად. ეს არის სასწაული. რომ ბუმერანგის კანონია თუ პრინციპია თუ რაც გინდა დაარქვით, მუშაობს, მოქმედებს, იგივეა, რასაც დასთესავ, იმას მოიმკი. იგივეა. არავის დაცინვა, შეურაცხყოფა, გამწარება არ შესჭება. არ მახსენდება თუ ვინმეს ჩემ გააზრებულ ცხოვრებაში. ვინმეს გააზრებულად გული ვატკინე. არ მახსენდება და რა ვქნა. ეს არის სიმართლე, რასაც ვამბობ. და ეს ყველაფერი, რასაც ვხედავ, გოგოებო, რასაც ვხედავ ჩემი თვალით. რაც გითხარით ახლა. კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ ჟანა კარგად დაფიქრდი. სწორად ცხოვრებას. ფიქრი უნდა. სწორად რო იცხოვრო. ხო გეუბნებით. მე რასაც უყურებ, სწორად არ ცხოვრობს. შეიძლება ძალიან დიდი სიკეთეები გააკეთო და საერთოდ არ გამოჩნდეს შენ.
და შენი სიკეთეები სხვას დააბრალონ. არ ვიცი რა. აი როგორ თქვა უკვე, რა ვთქვა. არ ვიცი გოგოებო. სასწაულია ეს ყველაფერი. მაგრამ მე ნენელა მიჩვენია ძალიან ნენელა, სუფთად, ფრთხილად ვიარო წინ ისე რომ არავის არაფერი არ მივაცხო. სიტყვითაც ძალიან არ მიყვარს ჭორაობა. გუშინ ერთგან მივედი და აი იმ წუთში ვიგრძენი, რომ აი ასეთი თვალებით მეყურებდნენ, ვაიმე როგორ დაიკლო ზონაში ალბათ. დარწმუნებული ვარ და რომ მივედი გაჩუმდნენ. არავინ აღარაფერი აღარ თქვა. ეს ყველაფერი არის აი არ ვიცი. მაშინ თქვი, იში უთხარი. ხო, ეს არის არ ვიცი რა არის, ჭორაობა არის, აბა რა არის. მაშინ უნდა უთხრა, იში თუ გული შეგტკივა, თუ დაუშვათ რაღაცნაირად გიყვარს ეს ადამიანი და მე თუ ჩემო ლამაზად არ მოგეჩვენა, რომ ლამაზად არ გამოიყურება ან ისი არ გამოიყურება, როგორც მე მიჩვენია პიში მითხრა, ვიდრე წაიჭორაო და რომ მოვალ მერე გაჩვენდე. ჩვენ ხო ხვდებით ადამიანები, გოგოებო. ჩვენ ყველაფერს ხვდებით. იმიტომ რომ ერთნაირები ვართ და იმა რომ გაიფიქრა, შენ მიხვდი რა გაიფიქრა. და მეც მივხვდი რა თქმა უნდა. ხო, ეს ყველაფერი უგაუცებული სახეები და რაღაცნაირად ჩემზე იმდენად არ მოქმედებს, იმიტომ რომ მე კარგად ვარ. მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მომწონს ჩემი თავი, როგორც ვარ. შეიძლება რაღაც მომენტში დაღლილი ვიყავი, ალბათ უკვე საღამო იყო და მაგიტომ რაღაც დაღლილი სახე სხვანაირად გამოიყურება უფრო, ხო იცით? მაგრამ ნუ მაინც გულწრფელობას როცა არ ვხედავ ადამიანში, მე მათთან ურთიერთობა არ შემიძლია. და აი როგორ თქვა რა, ან სიამოვნებს ესეთ ადამიანებთან და თამაში საერთოდ არ შემიძლია. რომ რაღაცნაირად კაი არ გსიამოვნებს, მაგრამ ითამაშე ახლა ცოტა ხანი გაწყობს და გაწყობს ეგ თამაში. ეგ საერთოდ არ შემიძლია. უნდა წავიდე ახლა მაღაზიაში, ადრიანად. გემრიელია. ასე რომ კიდე ძალიან ბევრი რამე თქმა შეიძლება, მაგრამ დილა გისურვებთ წარმატებულ დღეს, ჩემო სიხარულებო და ყოველ დღე ერთ მოხდზეც რომ ვიფიქროთ ბიბლიურზე, იცით რა კარგია. თუნდაც დღეს ამაზე, რომ რასაც დასთესავ, იმას მოიმკი. და იცხოვრე ისე, მოეკეცი ისე, როგორც გინდა რომ მოგეკეცნი. ესეც მეორე უკვე. იმიტომ რომ ბალანსი
არ ირღვევა სამყაროში. კანონებია ესეთი. ბალანსი თუ დაირღვა, ცუდად იქნება ჩვენი საქმე. აუცილებლად დაუბრუნდება ყველას თავისი. აუცილებლად. და შენ თავს როგორც ექცევი, ეგეც გიბრუნდება. ამიტომ შევიყვაროთ ჩვენი თავები. მივხედოთ ჩვენ თავებს. მოვეფეროთ. ეგეც გიბრუნდება კი. შენ თუ შენ თავს ცუდად ექცევი, ცუდად გახდები. მე არავინ და არაფერი არა ვარ, გოგოებო, რომ აქებთ ხოლმე. ეს არის მარგალიტები, რომელიც ჩაწერილია წიგნში, ყველაზე მთავარ წიგნში არის ეს ჩაწერილი. და მე უბრალოდ ამას ვაჟღერებ ხოლმე, იმიტომ რომ წაკითხული მაქვს ეს. და ნუ მაქებთ. არაფერი არ ვარ, არაფერი არ შემიძლია. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, თქვენნაირი, ერთნაირი ვართ. და სიყვარული შეგვიძლია მარტო. სიყვარული და ვცდილობ რომ მიყვარდეს. მორჩა, ეს არის. ეს მარგალიტები კიდე ძალიან ბევრ ადამიანზე მოქმედებს. აი ეს რამდენიმე სიტყვა, ეხლა მე რაც ვთქვი, 17 წუთია ხო, რაც ვსაუბრობ. აი ამ რამდენიმე სიტყვამ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალოს. იცით რატო? იმიტომ კი არა რომ მე ვთქვი ეხლა და მე რამე ვარ. არა, ეს არის ღვთის სიტყვები, რომელიც გულში, გონებაში, სულში ყველგან ატანს. თირკმელებამდეც ჩადის ვასე წერია. აი მაგიტო. არის ძლიერი. მიყვარხართ და კოცნით ყველას. მე ეს მშველის. მე ესე ვცხოვრობ, ეს მწამს, ეს მჯერა და არასოდეს არ შემპარვია ეჭვი, არც შემეპარება რო სიმართლეა. ამით ვცხოვრობ ყოველ დღე. კოცნით ხშირი არ არის უკვე ესეთი სახის ვიდეოები და ცოტა მომენატრა კიდევაც. მიყვარხართ ძალიან და დროებით გემშვიდობებით ჩემო სიხარული.